მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ მე ოდესმე ეპიკური პოდკასტის წამყვანი ვიქნებოდი, ეს ყველაფერი კი ანანოს დამსახურებაა და ვახოს გამარჯობა. ვაუ, მე ჯერ ასეთი პოდკასტი არ მინახავს, მეგობრებო. ჯერ ასეთი გახდა. არა! პირველ ნომრის სიტყვით გამოსვლა მომეწონა, თუმცა ნეიტრალურად დავტოვებ. შეაიყვანდი? შეხალ ყველაზე ეპიკური პოდკასტის ეპიკური სტუმარი. ვაფარ. რა მაგარი. და ოღონდ ეს ხო ყველაფერი ეპიკურია, მაგრამ G2G არის ეპიკობა. Underrated მოთამაშე ვარ მე მაფიის მეგობრებო, არ არაფასებთ იმას, რომ ჩემს გამო ძალიან მაგარი შოუ დაიდო, ჩემი აზრით ესეთი ყველაზე მაგარი შოუ. ვახო მე მგონი თავისი დარდების გასაკარებლად მოვიდა. მე და ბენინო ეს მაგარი შოუ. ერთი წუთი რა, სანამ დაინტერესებს, ვიდრე შენი პირადი ცხოვრება, შენი ვნებები და ტემპერამენტი. Oh my god. ეს რაში გადაიბარდა ეს ეპიკობა პოდკასტი? მე თხოვე ვახოს რომ ჩემი აზრით ძალიან მაგარი საპოდკასტე ტიპია. რა მაგარი ჭკვიანია, ხუმრობებიც არ ეშლება, ასე შემდეგ რა, მაგარი ტიპია. მე ესე ვთვლი. და ვეუბნები რომ მე მინდა მეთქი რომ მოხვიდე პოდკასტში და ჯერ ხო კომენტარში დავწერე და იქაც დაიწყო ტირილი რომ არა მე არა ვარ საინტერესო მე ვერ დავდებ ნახვებს და შენ მითხარი რატო იყავი უარზე თავიდან რომ არა გოგო ღადავთ რომ ჩემზე მაგარი ტიპი ამ გადაცემაში შეიძლება მარტო ხვიჩო კვარაცხელია მოიყვანოთ. სხვა პროსა შანსი არ გაქვთ. ჩემზე მაგარი ტიპს აქ ვერ მოიყვან, შანსი არ გაქვთ. დაგენძლავ ემოცი. ხო ჩემზე მაგარი ტიპს ვერ მოიყვან. ამჭირდება. ясно, იცის ტიპა რომ აზე. ჯითუს ცემ ძალიან დიდ პატივს. ალბათ მიხტები რატო ცემ ჯითუს ძალიან დიდ პატივს. რა ვიცი, მე ცემ და ყველა უცემს პატივს ჯითუს. ცემენ ხოლმე სა. ზოგადად გაგდებული ყოლო. აი გაიხილე. აი სანამ პოდკასტ დავიწყე, ცემდნენ რომ დაიწყე პოდკასტიო რა. მე ვუწევი ხლები პირადად. ბიჭო, არასდროს არ მინდოდა რა. რამდენი კაცი? აცადე კომპლიმენტს გეუბნება. რამდენი კაცი გადავხედე, ეგ ის ლამაზი ბიჭი, მე ეს არ არის, მე ვარ. ეს მე და აი ეს ორი, აი ხუთი ვაზა გაყვიდე და ჯითურითი განსხვავდება ჩვენისგან. დიდი მუცელია. სამი შვილის მამა თევზები ყავს კიდე რითი განსხვავდება. შვილის მამა რა კაია. არ ატარებს წვერს. არ ჭირდება. ვაფასებ რა. ვერ ატარებს. ბიჭო, უყურე, ჯითუ ამობს რომ აი წვერი უნდა გავაფასო. ყველას წვერი გვაქვს უკვე ქართველებო რა. მე რო ვიყავი მე-12 კლასში, არა მე 9 კლასში რო ვიყავი, ქუჩაში რო გადიოდი, არავის წვერი არ ქონდა, მაშინ ახალი იყო ლამბერ სექსუალი და ეხა ყველა მივხვდით რომ წვერს რო უშვებ, რაღაცა ცუდი პირის სახე თუ გაქვს, უფრო გიფაროს უფრო ლამაზი. შენ იმის ჯოლაინი არ გინახავს და არტუროს თხოვ რომ მე ედიჩ დაადოს, ერთი 20 წლის წინ რა ჯოლაინი ქონდა ჯითუს თავისი მეუღლე რო დაკერა აი პერიოდში. ჯოლაინი რა. მაინც არის რა. ხბის ძვალი. ჯოლაინ. აი ვერ იცნო. ბიჭო გაკონდე. I'm begging her please don't take. არა, მაგაში არ დახარჯო შენი ენერგია, მაფიის საუნდტრეკი წაიმღერე. მაგრად მღერის ვახო, აი ძალიან მაგრად მღერის ვახო, გვიმღერე. აი შენზე ფიქრეს, მე დავსგულით ავხედი. აუ, რა სადგეძებო, ვაირა შორს ახე. აი ეხა იქ თოთახში მიმდინარეობს თამაში რა. რა იქნება შენ? დავიხალე. ბლადობენს ვიყო. შეზოში ადარგული ხევი. ვინ მღერის მაგას? ეკაბერიძე. გალობლიშვილი მღერის. ხო, არა, ვახტანგი გვიდი. ბიჭო, ეგ გალობლიშვილი მღერის, მაგრამ ვახტანგი კაბიძე არის სინამდვილეში ვინც მღერის. ხო. და ისა, მე მასო გამოცხადება. ტექსტის და მუსიკის ავტორია ეკაბერიძე. ესე რომ, აი კომუნისტები რაღაცა სხვანაირად აპარაკობდნენ. ამ ხანაგებო მოგესალმებით. შენ გრძნობების შესახებ მოგვიყევი რა. ბიჭო, მაფიაზე გველაპარაკე, რატო ხარ underrated? აუ, გეხვეწები რა. გეხვეწები, ვახო, ეხა გაჩერდი. ასე მგონია რომ ADHD-ს მქონე ორ ბავშვთან ერთად ძივარი ხარ. დაუბრუნდეთ თემას არ გადაუხვიო. ისევის ბიჭი ვარ ხო? ძალიან. შენი არა, დღეს თუ გადავრჩით? მე თუ გადავრჩი, ორივე თუ გაგიწევი საერთოდ შევწუხდი. ეს პოდკასტი იქნება წარმატებული. ახლა ჩემი იდეა იყო შენ მე გაგიძლები, იმიტომ რომ მე ვიცოდი რასაც ვეჭიდებოდი ბენის პოდკასტიც ნახე, ყველა პოდკასტი მაქვს ნახე შენი მონაწილეობით. ის გოგო ჰარი პოტერი. თუ შეიძლება, რო გითხრა, შენი გამოცდილება მაფიაზე და რატო წამოვიდა ის კრიტიკა შენ მიმართ? ოღონდ არ გეუბნები როგორც თამაშის კუთხით. აი რატო ვერ დაიმსახურე ხალხის აღიარება მაფიაში ჯერჯერობით? არა უშავს ეგ არ აბრანა ჯერ ერთი. რატო მეთქი? პირველი სეზონი ვისაც აქვს ნახი მიხვდება რომ მე ძალიან კარგად ვთამაშობ ზოგადად. ეს ერთი. მე კიდე დროთა განმავლობაში მაყურებას შეუყვარდა მოთამაშეები და იგივე შეცდომებს როცა უშვებს სხვა მოთამაშე, სხვანაირად უდგებიან რა, ასე ვთქვათ.
აი უყურეთ ესეთი რას აგიხსნა. ანუ სუბიექტური არის მაყურებელი? კი, რა თქმა უნდა. უყურე მე მაგალითად ჩემს თამაშზე რაზეც ვამბობდი რომ ნიკა TMG-ს გახსნა არ იყო ჩემთვის მისაღები და არ იყო ჩემთვის ნიკა TMG წითელი დეტექტივი, რადგანაც ამბობს ესეთ რაღაცას რომ როდესაც ელოშა გავარდა თამაშიდან ამბობს ესეთ კითხვას რომ ვინ გადაამოწრო ნიკა მე ჩემი სიტყვა უნდა დავტოვო. ნიკა TMG ესეთ კითხვებს რაღაცას პასუხობს რომ თუ მოკვდი აი მე ვიტყვი და ძალიან საეჭვოა და თან ამბობს მაგიდის შაბზე რომელიც შემდეგ წრეში ისევ უნდა გაეშვა ყველას 4 ნომერი ლინაკო რომელიც ძალიან კარგი გოა ამბობს რომ ლინაკო გადავამოწმეო და შავიაო რა ანუ მაგიდის შავი ხო გადაგიმოწმა შავად რაც რა მოხდა ნინიკო მამარდაშვილის თამაში ნინიკო მამარდაშვილი ფეიქად გაიხსნა მაგიდის შავ მახარაზე თავისიანზე თქვა რომ შავიაო გავიდა მაგიდის შავი და ნინიკო მამარდაშვილი რო არ მოეკლა იაკუძას იგივე მოხდებოდა გავიდო და ბოლომდე მაგიდა იფიქრებდა რომ კი ნინიკო კაცო აგერ შავი მახარა გაუშვა ის გაუშვა და დეტექტივია ალბათ მასე მოხდებოდა გასაგებია მაგრამ кейსი ხო იგივეა და მივიღეთ რა შედეგი რომ იქ წავიდა ძალიან დიდი ჰეითი კალაცინა რომ ნაყინია დაგეწუწოსო. მართალია ჩემზე ცოტა ნაკლები ჰეითი წავიდა რომ ვახო შენ დედას ვთხარეო. ეს ნაკლები ჰეითია. არ ვეღადია. ხო. ზოგი ძალიან კარგი კომენტარი იყო და მაგრად ვიცინე, მაგათაც ძალიან გამისწორდა ის კომენტარი. უსამართლობა იყო ვახოსო ღამეც რო ეძინაო, აი ძალიან ისიც რო ეძინა. დღეზე და ნიღაბი რო ეკეტაო. აი მაგრესი ხუმრობა და ეგეთ ხუმრობა მაგრად წორებს. აი ძალიან ბევრი სასაცილო კომენტარი იყო და მაგრა ვიცინე რა. მაგრამ ვიღაცებს ის იმას ვერ ხვდებიან რომ არ გაქვს უფლება ადამიანს აგინო იმის გამო რომ თამაშობს. მე კიდე ეგ თამაში რომ იყოს საინტერესო და რომ გაერთო მაყურებელი იყო მარტო იმიტომ რომ ეგ რაღაცები ვქენი ხო? ხო, აბა რა. მოსაწყენი თამაში იქნებოდა და ანუ შენ რო არ ყოფილიყავი მაგიდეს და ეგეთ თამაში. ხო, აბა ყველანი გავიდოდეთ ეგრევე. ანუ როგორ მოშობოდა თამაში? ცი, რომ ვაწითელი დარჩებოდა ბოლოს. ხო, გეთახმარ. ანუ პირველი 4 ვახო, ნახე შენ მაგ თამაში ჩარჩი. 20 ხელი გოგო, რა ხდება? აი მე გაიწერდი. მაგ თამაში ჩარჩენილი ხარ, მაგრამ შენ აქ მოხვედი როგორც წინა თამაშის სტუმარი, როცა მაფიოზი იყავიაც უკვე. გამოდი ძალიან პირველი 2 თამაშიდან. მან ძალიან უცნაური იყო, სხვათაშორის ხა მან მომეწონა ერთი რამ რომ გაბუნია ჩემ შეტევებს ამოწმებ და შავად მე მაინტერესებს შენ კომენტარები თუ შეიცვალა შეგაქეს ახლა ამ თამაშში მან დაიწერა რომ ვახომო ახლა მაინც გაარტყა შავები ვინ იყვნენო წინსვლა გავხსანი რა აი ხო რა იყო ეგეც მომეწონა ბიჭო არა ხო მაგრამ რეალურად მანდაც რა მოხდა უყურეთ 3 გადამოწმება მქონდა როგორც მარჯვენა ხელს ხო და 3 გადამოწმებიდან გადავამოწე 9 6 და შოგუნი იაკუძა და 1 6 ნომერი რომელიც ძალიან საეჭვო იყო მაგიდისთვის და მაგიდამაც შავად გაუშვა. იმიტომ რომ ხო ხტები ანუ ძალიან საეჭვო თამაშს თამაშობდნენ, იმიტომ რომ ადამიანი ვინც მიიპარება და ხმას არ იღებს, ჩვენთვის ძალიან საეჭვოა რა. ანუ მარჯვენა ხელი იყო. როგორ? მარჯვენა ხელი იყო კი ხო და რათან მე ხა მაგაში ექსპერტი ვარ, იცოდეთ, მეგობრებო, 10 წლიანი გამოცდილებით გესაუბრებით. მე ვარ დამსახურებული არტისტი. ხარ მარჯვნივ ვიჭექი. ხო, მე-12 ნომერზე. ეს მე-12 ნომერი უკეთესი იყო, აღიარა თუ ვიდრე ის რომ ნახე იქ რომელი თამაში მიდის. სპეციალურად იჯდება ხო ისე მე-12 ნომერზე რა. ეს სიმბოლიზმი მიყვარს მე. ხო, ნუ პირველი თამაშის საბოლოო ჯამში დაიკიდე. მინდა რომ ხახმას პირველი სეზონის ფინალი ნახოს და მიხვდნენ რომ ძალიან ცუდი რაღაცა ქნა მათმა საყოველთაო მოთამაშეებმა რა. მე მეგონა შეგედი კარგი რაღაცა. იყო სერიული მეგობრებო პირველ სეზონის ფინალში. და მე გავიხსენი ექიმა, თუ ამბობ რომ ექიმი ვარ თქო და ვამბობ რომ შავი არის მეთქი ქსენსუსა და ისა თქო რა ქვია, რა ქვია, ნინივიენი თქო. ნინივიენმა ძალიან სასაცილო იმიტომ რომ მე ვარ ექიმიო. როდინდეს იხსნა. შენზე როგორც ანუ მონაწილისთვის და სტუმრისთვის სენსიტიურია რაღაც ცუდი კომენტარები, ხო? არა, უყურე პრობლემა რა არის? შემზე კი არ არის სენსიტიური. არა არის რა ბიჭო რატო ამბობ რომ არ გწყინს კომენტარები? არა აგიხსნით მე მაგრად მწყინს რა და სხვათა შორის მაპატიე რო ჩაგეჩარე მე მაგრად მწყინს რა და შესაბამისად ჩემი მიმართ რაღაცა უფრო ლოიალურები გახდნენ ადამიანები რა და შენც თუ ამბობ რომ მე ფეხებზე მკიდია არ მწყინს მე უფრო და უფრო მოგაწვევიან და ჯობია რომ თქვა რომ გწყინს იმიტომ რომ გწყინს ნახე რა ვერ გამოხვედი იმ წინა თამაშის კომენტარებიდან მე ის უფრო მეწყინა რომ ამ გინებების მერე და მერე რო ის იყო რა ქვია ლაშაგელაშვილი და კალატოზი თამაშზე რომ ამათი ცუდი თამაში რო გააპრავეთ და ჩემი თამაში რო აგინეზე ეს რო ჩაატარეთ ეგ უფრო მეწყინა რომ არ მოგატყუოთ რა ბიჭო ანუ უყურეთ
იუთუბერებისგან მივიღე მე დამოკიდებულება, რომ მე რომ მაგინებდა ხალხი რაღაცა, ძალიან ისე გაიარა რა და 1-2 ნაყინია და გეწუწოს და კრიტიკული კომენტარები, ანუ წინა თამაშის ხალხს არ აგინებდნენ, მაგრამ ამას გამოეხმაურეთ, რაღაცა განხილვა ჩაწერეთ და რაღაცა რა. განხილვა, არა, გეტყვი რა. განხილვა. ანუ უფრო მეწარ, მაყურებელი ბაზარი არა, გურგული დამოკიდებულება გულისწყენელი იყო იდეაში. ერთი წუთი, მაგაზე მე გაგცემ პასუხს. ეგ განხილვა იმიტომ არ ჩაგვიწერია, რომ მაგ თამაში გული მოგვეახებინა, ეგ არა. ეგ იყო ჩემი იდეა. პოდკასტი გავყავით, აღარ მინდოდა რომ პოდკასტში ყოფილიყო მაფიაზე ლაპარაკი ძალიან ბევრი და ვუთხარი რომ რა ხარ მეთქი რეაქცია ჯობია რომ მაყურებელმაც ნახოს მეთქი რა ხდება თამაშში, იმიტომ რომ მე ედიტში გვიჭირდა ხოლმე დადება. მოდი მეთქი დავარეაქთოთ მეთქი, შევიკრიბოთ და ცალკე კონტენტი გადავიღოთ მეთქი. ეგ იყო კონტენტის იდეა და არა ის რომ გული მოვიოხეთ რა. მაპატიე, მაგაზე ვიღებ. სხვათა შორის მე ვშლი ყველა კომენტარს და რავი, რამე თუ გამეპარა ბოდიშვილში და კიდე გადავხედავ. მართლა მე ისეთი დაგრუზული ვიყავი მაგ თამაშს მე ბლოკება ყველა ადამიანი ვინც რაიმე ზედმეტს წერს. მე ძალიან დაგრუზული ზედმეტობას მე ვწყვეტ და ძალიან ემოციური და რა არის მაგრამ იცი რა იყო იქ ბევრი დაიჩაგრა და თითქოს რაოდენობა გადასწონა და არა უშუალოდ ის რომ ახო არ გვაინტერესებს და ალა გვაინტერესებს ეგ არ არის რა. განსახილველი არისო რა. არაფერი არ მოხდა რომ მან საერთოდ. მაგარი მოსაწყენი თამაში იყო და აქ უბრალოდ რაღაცა სხვა სიტუაციებიც მოხდა რომ ეხა მაგალითად მეხუთე ეპიზოდი არც მეხუთე ეპიზოდი არ განიხილება რა, მაგრამ მეექვსე ეპიზოდი აუცილებლად განიხილება. თამაში წინ მე და კოპალამ დავატრენინგეთ ნინიკო რა გახსნასთან დაკავშირებით, რომ გაიხსენი შავად და გადამოწე წითელი ან წითელი გადაწყვეტა და ან შავი თამაშს როგორც მოეხვდება თქო და შათაუთი არ გაგვეკეთათ როგორც ქვია რა. შათაუთი როგორც რომ დარიგება მომცესო და რაღაცნაირი პონტია რა. ნინიკო, ჩემო ლამაზო ჩვენ რო რჩევა მოგეცით და ის რო თქვი მარტო რომ მახარათ იმას შევებს მახარას იგი შავია ისიც გეთქვა რა პატარა არა მეც მოდი ამჯიგით მე რა უნდა ეთქვა ხა თამადას მოსვინე მოდი ამჯიგით ამას ხეთს რო კიდე მე ხომ თამადები სუპრაზელა ბარგა რო გაიშვენ მოდი ამჯიგით ჩემო ჯითუ ადი დავალებენ ნინიკო მამარდაშვილს გომოჩს კარგი ანუ ყურეთ რაღაც გეტყვით მიღებულია რა რაღაც გეტყვით ადამიანი რო შუარაც ყოფას გაყენებს რა მე პირად რომ მომაყენა ვიღაც შორწყობა, ეგ კი არ მწყინს. უბრალოდ იმ დონეზე რომ ეცემა ადამიანი რომ ანუ ეგეთი ტიპია რა. ამიტომ რომ მე ხა სულად არ გამიგოთ, მაგრამ მე იმაში რომ ბევრ ტიპზე მაღლა ვდგავა რა. მათზე განსაკუთრებით ვინც შორწყობა მომაყენა და მეცინება რა, ეს საცოდაო ეგრე ვარ ხوازე ხარ. ქუჩაში ვერ შემაგინებს, შემაგინებს გავუხე სახეს. მაგრამ უბრალოდ ადამიანზე, ანუ მე შეიძლება იმაზე რომ ადამიანები ვიღაცებს აგინებენ. როდავენ ახლა რომ მაგრამ ლენკაზე რომ მიდის ხომე რაღაცა უაზრო შეტევა, იმდენად ვღიზიანდები ხომე რომ ხო არა ნახე რა. ეგ ხო არა ადეკვატური რაღაცაა რა. მაგათ ხო საერთოდ არც უნდა გაუყადრო თავი და ვიღაცა რომ შენ შეგაგინებს კომენტარში. სო ის უკვე არასწორი არის ანუ რა. უყურე მოხუცი იმას პასუხი არ უნდა გასცე რა. მესმის მაგაზე არ ღიზიანდები რომ მე შემაგინე. ეგ არის ჩემი საქმე რომ მაგას მივხედო რა. და ნახე რა რამხელა საქმე არის. წინა თვეში მქონდა $2500 გათამაშება. სადაც ჩემი გამომწერები ერთვებოდნენ რა. ყველას ჰქონდა შანსი რომ უბრალოდ ვიდეოს კომენტარებში წარმატებები ესურვებინა და რენდომად ამოირჩეოდა ერთი კომენტარი და მოიგებდა რაღაც პრიზს რა. წარმოიდგინე. და ესეთ კომენტარებს ვინც წერდა, ყველა ხო არის დაბლოკილი რა და ეს ტიპები აღარ ერთვებიან გათამაშებაში. რამხელა რაღაცას კარგავენ, ხედავ? კი, მაგრამ სამაგოთ ხობს აწყობ. ბეჭო, არა, ნახე. ხო, ეგ რა თქმა უნდა რა. ანუ უყურე 45 წლის კაცმა რო გააგინოს კომენტარში, აი ხო აცხა. გეცინება რა. ახალგაზრდა თაობა რომ მოდიხარ და სულ სხვა ღირებულებები უნდა გქონდეს და სულ სხვა თაობა ხარ და შენზე არის საქართველოს მომავალი ბედი დამოკიდებული, შენც ისეთი როჟა არ უნდა იყო რა. ხვდები რა, სამოფრო რაღაცა იქ რა ქალის თამაშია, მაფიას არ უნდა ამოგდე ახალგაზრდა ბიჭი რა, ახალგაზრდა გოგო. ბიჭო, ეგ მოდი თქვათ რა. ენა ქვია ქალის ჭუამაის. ანუ მოდი რა. ნახე, მაფიას უყურებს 100,000 ადამიანი, კომენტარი იწერება 700 რა. და ის 700 კომენტარი ძირითადად არის გაღიზიანებული ადამიანების და ცხელგულზე დაწერილი კომენტარი რა. ეგ არ არის საერთო ფონი რა. ეგ არის 1%-იც კი არ არის, ხვდები? ასე რომ ჩვენ რო ეგ კომენტარები წამოვწიოთ წინ, ეგ რეალურად ხალხის აზრი არ არის რა. ხვდები?
და ეგ კომენტარები უბრალოდ უნდა თავის უნდა მიეხედოს, ეგ მენეჯმენტი უნდა ჩაერთოს და ან იმამ უნდა წაშალოს, ან მე ან ვიღაცამ, თქვენამდე ეგენი არ უნდა მოდიოდეს, უნდა გეკიდოთ რა, იმიტომ რომ ძირითადად ხო შენ მაფიაში ძალიან უყვარხარ ხალხს და გაფასებენ რა, იმიტომ რომ შენ ელემენტარულად იმ ეპიზოდში ძალიან დიდი სიხალისე შემოიტანე. კი, ბევრს შეიძლება გული ატკინე რომ პატიოსნება ვერ მოიგეს, კი არა და მოიგეს და რაღაცა არასწორ გზაზე მიყავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შოუ შეიქმნა და აი ცხელ გულზე რო არ იყოს ეგ კომენტარი დაწერილი მეორე დღეს ბევრჯერ რა ჯგუფში პოსტებს შლიან ხოლმე თავი ეგრევე ხო არ ვადასტურებთ რა ჯერ რო შემხვდება მე აღარ არის ხოლმე რა განა წაშლილია თვითონვე რო შლიან ხოლმე რა ხვდები რომ აი ეს ბოდიში ცხელ გულზე გაბრაზებული ვიყავით და რაღაცა რა ხო ყურე შეიძლება დაწერო ადამიანზე რომ არ მოგეწონა მის თამაში რაღაცა შეესწე მაგრამ ეს იდიოტი დებილი აზრზე არაა და თავი მოიკლას ერთი რაღაცის ხო და მე ანუ ბოდიში რა ანუ ნახე ეგ კომენტარები არის ეგ კომენტარები რეალურად მაფიის მაყურებლის აზრი არ არის რა მოდი მაგაზე შევთავაზოთ ვინც ყურებს ასვამ თუ აი სწორად რო გამიგოთ რა მე ძალიან შენ ქართულ ხალხზე გწდება გული რა ძალიან სტრესავს რომ ახალგაზრდა ადამიანი რომელიც YouTube-ს უყურებს და ამდენ რაღაცას უყურებს იმის მაგალითად რომ კარგი მაგალითები აიღოს და ნახოს რომ მეგობრობის თამაშია მართლა და ბევრი რაღაცა მაყურებელმა არ იცის რა ბევრი რაღაცა მაყურებელმა არ იცის შენ ვიღაცასთან მე ვიღაცასთან რამდენი სპონსორი გაგვიშვია რა აი ძალიან ბევრი პროექტისთვის მიმიყვანე მე თქვა სპონსორებს რომ მიდი შენ იქ მიდი რაღაცა ძალიან ბევრი ტიპთან შემიყვანე სპონსორი ძალიან ბევრი ტიპთან გამიშვია რაღაცა რომ ეს შეკვეთა აიღოთ რაღაცა იმიტომ რომ მინდა რომ ქართული YouTube მოიხოდოს და ხალხი იყოს ბედნიერი და სიამოვნება მიიღოს ამ კონტენტის კეთებით ვიღაცა მუკბანგი რო იყოს მუკბანგით მიიღოს სიამოვნება ვიღაცა რეაქტებით რაღაცა მინდა რომ რაც შეიძლება მეტი რაღაცა გაკეთდეს ქართულ სივრცეში ძალიან ბევრისთვის მithქვია რაღაცა ხუმრობა ან ვიდეოს იდეა რომელზეც ფული კი არ ამიღია აი ჯიგრულ პონჩი რომ უფრო მაგარი გამختارიყო რა რავი თუნდაც აი ქსენსუსაც კითხე ჩემი მეგობარია რაღაცა უკითხავ შემთხვევით პატრიოტებს მე პატრიოტებს ძალიან მიყვარს მისი კონტენტი რაღაცა იდეა უკითხავს მე დავხმარები ვარ და ქსენსუსა აუ მეც მინდოდა ვეგიდეო და შენს რო იგივე თქვიო გამისწორდაო და გავაკეთო და ხალხს მოეწონა ის ვიდეო და მე სიამოვნებს მაყურებელი რომ ერთობა ქართული YouTube-ით და აღარ უწევთ რომ მოდი მისტერ ბისმა დადოს ვიგენეთ ან როგორც უყრაღობს და რაღაცეები რა ანუ ქართული YouTube-ზე რაც რომ მეტი გასართობი კონტენტი იქნება ეს სიამოვნებს რა, იმიტომ რომ ქართული მაყურებელი გაერთობა, იმიტომ რომ მე ზოგადად ვარ ძალიან დეპრესიული ადამიანი რა, ცხოვრება მაინც არ მიხარია. მაგრამ მიხარია რომ სხვას გაუხარდეს ცხოვრება. ვიღაცები ლაგოდეხის რაიონის სოფელ ელიანში სხედან არაფერი არ გააშინეთ, მაგრამ YouTube-ზე უყურებენ ამით იღებენ სიამოვნებას. ხვდები ხო? უფასო. რა საყვარელი კაცი ყავ ხარ და არის რა ვახო რა. მოდი იმაზე შევთანხმდეთ რა, რომ ის 1-2 კომენტარი, თუნდაც 100 კომენტარი, რომელიც შენს დაიწერა რა, ეგ არისო ძირითადი მაყურებლის გადმოსახედი რა. ხო, ვიტყვი რაღაცას მე მეგობრებო, ნახეთ მე ვიტყვი რაღაცას. მაფიას უყურებს ძალიან ესეთი გაწონასწორებული ხალხი. ნახე, ვახო 2 საათიანი ვიდეო არის რა. ადამიანი რომელიც ესე გართობაზე არის ორიენტირებული და აი ისეთი კომენტარების დაწერაზე არის ორიენტირებული რა ისინი ვერ უღმავებენ მაფიას რა მაფიას უყურებს ტიპი რომელსაც აი მართლა ესე ოჯახთან ერთად ოჯახი ყავს რაღაცა საქმე აქვს ესეთი მაყურებელი ყავს მაფიას რა და ესეთ ვაფშე კომენტარს არ წერს მაფიის მაყურებელი ვაფშე კომენტარს არ წერს მაგას უნდა შევეხო რა მეგობრებო ძალიან დიდი წილით ტელევიზორში უყურებს და მე ზოგადად რა სულ ამბობ რომ ჯერეთი მინდა რომ ეს პოდკასტი იყოს ძალიან დადებითი პოდკასტი მინდა რომ სხვანაირად დავინახოთ ადამიანები და ბევრად უფრო სერიოზულად და უფრო გულთან ახლოს მივიტანოთ ეს ადამიანები და აი სულ ამბობ ხოლმე რომ აი კარგს რო ვფიქრობდი ადრე რა სანამ YouTube-ს დავიწყებდი და რაღაცა დიდად არ ვწერდი კომენტარებს არ ტოვებდი ლაიქებს არ ტოვებდი იმიტომ რომ მეთქი ვა რა ჯიგარია წავედი მე მარტო კარგს ვწერ ხოლმე ცუდი არა ცუდი არა მიფიქრია არ დამიწერია არც მე არასდროს არ ვწერ ცუდს რა მაგრამ აი რა უნდა მოხდეს რომ ცუდი კომენტარი დაუწერო ვიღაცას ვინც რაღაცა რეცეპტი გააკეთა ჩაკაფული არ მომეწონა და იმას უთხრა რომ აუ რა წაბილწე ჩაკაფული რა სისულელე ეგეთ კომენტარს ცხოვრებაში არ დავწერა მაგრამ ვინც კარგს ფიქრობს ეგ არ წერს ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ გეზარებათ რა და მე მინდა რომ მოტივაცია იყოს თქვენთვის რაღაცა ვიდეოები და თუნდაც ჩემი ნათქვამი და თუნდაც ვახოს ნათქვამი რომ აი ერთი გული არ დაიზაროთ რა ეხლა ნახე ძალიან საყვარელი ვიდეო თქვი მიდი
და არაფერი რა, მე მგონია რომ აი მე მახარასთან მაგაზე მაგრად ვიკამათე, ის კი პოპულისტურად აწובה ხოლმე რომ ხალხის აზრი უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ აზრს გააჩნია და ის აზრი როგორ მოქმედებს ხებზე, მაგას გააჩნია რა. შეიძლება სტუმარზე არ იმოქმედოს მაგ ცუდმა კომენტარმა, მაგრამ მე სხვა დამწერებზე იმოქმედოს და მე თუ მკითხავ YouTube-ი მაინც ვაქციოთ რაღაცა დადებით პლატფორმად რა და ნუ წავბილწავთ რაღაცა ცუდი კომენტარები, ცუდი რეაქციები და ცუდი მაგალითები. ჩვენ უნდა განსხვავდებოდეთ მთავარის ფორმულას, TV პირველის იმედის, პოზიტივის და მაგის მაყურებლებისგან, რომლებიც როს შედიხარ კომენტარებში ბოღმა ინთხევა რა, შეიძლება. თა რა არის, იცი? მაფია ვაფშე, აი საერთოდ არ არის ორიენტირებული დრამაზე, თორე მართლა დაპირისპირებული ტიპები შეგვიძლია მოგვეყვანა, დაეცხოთ ერთმანეთისთვის და მაგაზე გაგვეკეთებინა კონტენტი რა. აი რაღაცა სიგიჟეები შეგვიძლია დაგვეტრიალებინა, მაგრამ ჯითუჯის არ უნდა და არც მე არ მინდა და არც ერთ გუნდის წევრს არ უნდა რომ რაღაცა დრამაზე ვაკეთოთ კონტენტი რა. არის ინტელექტუალური თამაში და ძალიან ბევრი რა თქმა უნდა პატარებიც უყურებენ რა, მაგრამ მაფიას რო აუდიტორია ყავს ზრდასრული, ესეთი ქართულ YouTube-ში არც ერთ კონტენტს არ ყავს რა, ამდენი ნახვა რო კონდეს. 100,000-ზე მეტი ადამიანი რო უყურებს, 18 წლამდე არის 4%. ანუ ეს შეიძლება იყოს აი რაღაც მანქანების ხო რა, მანქანების კონტენტსაც არა აქვს რა. მაგით აი სახელმწიფო სპონსორებზე საკმაოდ სერიოზული და მაგარი სპონსორები შემოვიდა. ეხლა სიცილიაზე წავალთ. წაატებს გისურვებთ. წამოხარ? მე შანსი შეკტენი დემიპოვე. შანსი არა, იმიტომ რომ მე MVP როცა გავხდი, იმიტომ რომ მაყურებლების ხმის მიცემა არ იყო. მაგიდან გამოვავლინა. მე მჯერა მყარად რომ აი თუნდაც ხამთამაში გამიხდა რომ რაბანა ძალიან კარგი ბიჭი არის, ძალიან გამიხადრო დაბრუნა ზოგადად მაფიაში და იმედე კიდე მოვა. მაგრამ გამოკითხვაში რაბანას ჩემს არ უნდა ეჯობნა რა. შენთვის? გეტყვი რა. არა, ეგ რაბანას და შენ შორის დაპირისპირება არ იყო. იყო პატიოსანი versus მაფია. ხო, მაგრამ მავანის კარგი იყო. პატიოსნები ევასება ხალხს. პატიოსნები ევასება ხალხს. შენ რო პატიოსნად მაგარ თამაშდადებ, შეიძლება ვიღაცა მაფიოზმა გადაგიჯოკროს, მაგრამ შენ მოვგო ხმებში. იმიტომ რომ მავან ხო რაბანა ძალიან ბევრჯერ ძალიან კარგი თამაში ჩაუტარებია სხვა შორის რა, აი რო გაგისწორდება რომ უაბრავა აი სერიულითაც ძალიან მაგრა ითამაშა ხო გავს. აქ ჩემეთ მავანმა უფრო კარგი თამაში ითამაშა, იმიტომ რომ მავანს უფრო სწორი შეტევები ჰქონდა და თავიდანვე მიტევდა რა, მეც ამბობდა რომ ვახო კი ძალიან კარგი მაგრამ როგორც მახსოვს. იმიტომ მაგიტომ მოყალთ ორივე. რაბანას ჰქონდა შენზე შეტევა, რატომაც მოკვდა. მე იყო ძალიან პლუსი სულა. რაბანამ დატოვა ბოლო სიტყვა, რაც ძალიან მაგარი იყო და ყვარასაც მაგარი თამაში ჰქონდა კი. არა, ბევრი ზოგადად ანუ ეგ იყო შოგუნსაც და მეც გვაჯობა რაბანას. ანუ ნახე რა მოგებულ გუნდსაც კი აჯობა. რაბანას თემაზე მინდა აღვნიშნო რომ აი გული ქონდა ნატკენი რაღაცა რა ვიცი გული ქონდა რაც თქვენი ბრალი იყო ჩემი აზრით. ჩემი ბრალი რა თქმა უნდა არ იყო არც მაყურებლის მაგრამ ეს თამაშია ხან წააგებ რა. აუ რაღაცას ვიტყვი რა. ეხლა ძალიან ცუდი მხრით მიყავს საუბარი რა. შენ რო ამბობ რომ მე ვერასდროს ვერ გახდები MVP, იმიტომ რომ ხალხი მე არ მომცემს ხმას. აი მე პირადად მართლა რა, მე მუშაობ იმაზე რომ ხალხმა ჩემზე გული არ აიცრუოს, თუნდაც ჩემ თამაშზე. დაჩაგრეს ხმებში, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. მე დაჩაგრულს უფრო მაშინ მისცემენ ხმას, როცა შეიძლება არც იმსახურებდეს. არ მახსოვს რა. მართლა არ მახსოვს, დედა მომიკვდეს არ მახსოვს. ეხლა მართლა არ მახსოვს რა. მე მივწერე კიდე. ელოშა არის ერთ-ერთი საუკეთესო პატიოსანი მოთამაშე და ისიც რა, მაფიოზიც რა. ანუ ერთი სხვა რაღაცას ვამბობ რა. გიორგი ერთი წამი. მე მგონია რომ ყველა ადამიანმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ხალხს შეუყვარდეთ რა და თუნდაც პოპულისტობა დაგჭირდეს რაღაც მომენტში, უნდა ეცადო რა. შენ თუ სულ აკრიტიკე მაყურებელი და სულ ის უთხარი რომ შენ მე მაინც არ შეგიყვარდები, აუ მართლა არ შეუყვარდები რა. და მე ამ პოდკასტში იმიტომ მოგიწვიე რომ შენ ხარ ძალიან საყვარელი ადამიანი და ხალხს აჩვენო რომ ხარ საყვარელი ადამიანი. ხანდახან კრიტიკა უკან გადაწიე და წამოწიე შენი გრძნობები წინ და იყავ ის ვინც ხარ, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი ხარ რა. მადლობა. ანუ თავიდან მე როდის გაგიცანი იცი, მე გავიცანი ვახო ოქტოპუსის ვიდეოში, ოქტოპუსის გადაღებაზე, მე ვახო და ჯითუჯი რასად როდისის გუნდში ვიყავით და პირველი შთაბეჭდილება არც თუ ისე კარგი მქონდა, იმიტომ რომ დამღალა მართლა. ენა არ გაუჩუმები ამ ადამიანს რა და მეთქი ვაიმე შევწუხდი თქო რა. მაშინ იმდენად არც ვიცნობდი YouTuber-ებს რა. ძალიან ხმაურიანი იყო, ძალიან ხმამაღალი, მაგრამ მე რა გადაკვეთაც კი მქონდა, რამდენჯერ დახმარება შემომთავაზა, რამდენჯერ მთელ პროექტ შესთავაზა დახმარება, სადაც გინდა გვერდში დაგიდგება და ეს რო დავინახე, მივხვდი რომ რა კაი ადამიანია და მე გამოდის პოდკასტებში და რაღაცა სიგიჟეებს აკეთებ. მაფიას ძალიან მაგრად უდგას
გვერდით კიდე არა მხოლოდ მაფიას, აი ინდივიდუალურ კრეატორს და არა მხოლოდ იუთუბერს, ტიკტოკერს, ინსტაგრამერს, აი და ეს მინდოდა მეკითხა რა, ჯერთი შენ რა დაიდენტიფიცირებ შენ თავს იუთუბერა, ტიკტოკერა, ჰეტეროსექსუალი ვარ. რას ფიქრობ? არა, მართლა მაინტერესებს რა შენ რა წარმოგიდგენია შენი თავი და რა პროექტებით ამოყოფს, რაც ან შენ გაგიკეთებია, ან პროექტის უკან მდგარ ხარ და შენ გაქვს ნათქვამი, რომ ბევრი რაღაცა რაც ჩემი მოფიქრებული იყო, ამას არ აფასებენო და ღლიცინში გააქვთო, მაგალითად კვარადონა რო თქვიო. ჩემი არა, ჩემი გუნდის. გასაგებია. უბრალოდ მაინტერესებს, რითი ამოყობ, რას ფიქრობ, ვინ ხარ და რა პროექტები გაგიკეთებია, რა თუ საიდუმლო არ არის. ვახტანგურებით ძალიან ვამაყობ რა, რას ვაკეთებ ვახტანგურებს მაგალითად. არა, იგაბაგაკეთ ამიშის ხელს. ვახტანგურები ძალიან მოწონს, ასაც ვაკეთებ, იმენა მაგრამ ისწორდებოდა. სპონსორი აღარ ყავს, მაგრამ არა უშავს, ეგეც არა პრობლემა. და რა იყო რა, შეიძლება არ უყურებს ხალხი. ვაკეთებ კონტენტს ზოგადად, ვინც არ იცით, რავი, მაგალითად ვარ ნაყოფი ვანში შუაგორა ეთამაშებოდა ზეინდარს და იყო 50 წელს გადაცემული კაცების ფეხბურთი. და მატჩამდე მაგალითად შედიوار მოედანზე მეგობრებო მატჩის წინ გავხურდეთ თქო და თითო ჭიქა კონიაკ გულწავთ რა ხვალზე და ვიღაცა მეკარე შემოდიოდა და დამისხი და ეგეთი სიტუაციაა რა და მაიმუნობთ რა. ეგ არ მოქვს და რა. ხო ძალიან ხეარული სიუჟეტი და ძალიან მაიმუნობთ იმ თამაშზე, იმიტომ რომ აი წამიგე ძალიან ღიპიანი კაცი რო ბიჭო რა საჭირო რომ ანუ იუთუბერი ხარ? იუთუბერი ხარ? აი არ მიყვარს სახელი ზარც მე ვარ ადამიანი რომელიც საკეთებს გასართობ კონტენტ კრეატორი. ხო გასართობ გადაცემებს ვაკეთებ რომ ხალხმა მიიღოს სიამოვნება მე შემილია ისეთ საქმეებში ვიმუშაო, სადაც არც კონტენტს გავაკეთებ არაფერი და მაგარ ფულსაც ვიშოვი რა. საიდან უფრო გიცნობს ხალხი? ძალიან ბევრი, აი, ვახო არის ჩემი აზრით ერთ-ერთი სუპერ კონტენტის კეთებელია, ხო, ფრიქსიდან გიცნობს ხალხი. რამდენად უფრო ეს არის რა, ანუ ჩიფსების კონტენტი გააჩნია. დაბალი ასაკის ხალხი უფრო ჩიფსებიდან მიცნობს, დიდი ასაკის ხალხი უფრო ვახტანგურებიდან, იმიტომ რომ აი ის მაქვს საბასაკეთო საბერძნეთის თამაშის მერე რაღაცა ბუნებრივი ემოცია ჰქონდა ძალიან გაბაზრდა. აი ეგ ცნობადობა რა. TikTok-მა უფრო მეტად მოგიტანა თუ YouTube-მა რა. მე და ჯითუს გვაქვს ტრახი TikTok-ი versus YouTube-ი. აი ვიცი. აი მაგითო უსვამს მან კითხვას რა. შენს კითხვა. რანაირად ხარ? ხო, ოკეი რა. TikTok-ერები უფრო არა, მაგაზე არ გეკითხები რა, შენთვის რომელი უფრო ცნობადობის მომტანი იყო და TikTok-ი ბიჭო. ნახე, აი ხა კარგი მაშინ. რომელი უფრო მეტად სიყვარულის მომტანი იყო შენთვის YouTube-ი თუ TikTok-ი? ბიჭო, ბავშვებს უყვართ TikTok-ზე. TikTok-ი აბა რა. იმიტომ რომ უყურებ YouTube-ზე, როცა მიდიხარ ვიღაცასთან გადაცემაში, მისი ერთგული მაყურებელი გიყურებ და შეიძლება არც ისე ლოიალური იყოს შენს მიმართ. ძალიან დიდი ხანი უნდა უყუროს, რომ შეუყვარდე. TikTok-ზე უკვე შენი პლატფორმა რო გეკეთე რაღაცა, უფრო მარტივია, TikTok-ი გავარც რაღაცა, თუმცა ცუდი კომენტარები TikTok-ზე უფრო მეტია რა, საერთოდ. ჩაგეჩვევი. ანუ შენი აზრით, ის ფაქტი, რომ შენ უბრალოდ შენ ინდივიდუალ კონტენტზე არ მუშაობდი YouTube-ზე, მაგიტო უყვარ ხარ ხალხს TikTok-ზე, იმიტომ რომ TikTok-ზე უშუალოდ შენ იღებ და YouTube-ზე ნაკლებად რა. ეგ არის რა. შენ ინდივიდუალურ გამოცდილება ეხა არის, რომ TikTok-ზე აკეთებ სხვა კონტენტს, 99%-ს აკეთებ TikTok-ზე და 1%-შიც არ ხარ YouTube-ზე, ხო ესეა? ხო, ანუ YouTube-ზე ნახვები რო ავიღოთ რა. YouTube-ზე ვდებდი ხოლმე, მაგარ დებილობა მომივიდა. პანდემიის დროს ძალიან მაგარ კონტენტს ვიღებდი და YouTube-ზე არ ვდებდი Facebook-ზე. რაღაცა საფეხურთო გასართობ კონტენტს გარეთ გაშლებს და რაღაცა მაშინაც ვიღებდი და მარტო Facebook-ზე და Facebook-ზე ქონდა 500-600 ნახვა. მაგრამ მიწედა რაღაცა თამილა ქურასბედიანი რაღაცა, რომ რა კარგი შვილი ხარ, ღმერთმა დაგლოსო შვილი და მე პასუხობდი რომ მადლობა ქაბატონო თამილა გულს უწევდი და მიხარობდა, მაგრამ ის თამილა ქურასბედიანი რა მაგარი სახელი დაგვარი. ხო, რავი, სწორია. თამილა ქურასბედიანი ჩემი ის არ ექნება ფანი, იმიტომ რომ YouTube-ის სხვა თემაა. YouTube-ზე გიყურებენ და შენი გულშემატკივარი ხდება და გვერდში გიდგას ადამიანი და ეგ YouTube-ზე ძალიან კარგი აქვს, რომ ასე ვთქვათ, ერთ გული გულშემატკივარი და მაყურებელი. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სადის რომ ადამიანი 9 საათი გიყურებს და Google შემატკივრობს და თან YouTube-ზე ბევრ ვიდეოს ერთად არ უყურებენ რა და TikTok-ზე შეიძლება 100 ვიდეო გასკროლო და მიკუთვნებლობის შეგრძნება აღარ გაქვს TikTok-ზე, მაგრამ YouTube-ზე გაგეღა 1 საათი ადამიანს უყურე, თუ არ მიყვარს, რატო უყურებ საერთოდ, ხო? ხო, აი, მარტივ არგუმენტს ვიტყვი, ჯითუს ასარგებლოდ გინდა? არა, მეც ვეთანხმები ჯითუს, უბრალოდ ის ძალიან ცნობია. TikTok-ზე რო გაქვს ვიდეოს ქვემოთ მაგალითად 1000 კომენტარი. და ვიღაცამ გაგინა, ხო? პირობით. აი მინდა. არა, რაც ხო, ჩემზე ზოგადად. ვერა ვცდით ამ გინება. TikTok-ერი ხარ, 200.000 გამოწერი ყავს, ვიღაცამ გაგინა და ეს რო გაგინა, ამის ქვეშ 1000 კომენტარის მიხედვით შეიძლება ერთმა უპასუხოს, რომ რატო აგინებ პირობითად. ან რაღაცა უპასუხოს, რომ ეგ შენ ხარ.
YouTube-ზე, შენს YouTube-ზე რომ ვიღაცამ გაგინოს, დედის ტრაკს დააფარებენ ძმაო. დედი აი ვინა გამო შენში ახლა რომ დაგჭრი. ვახო 50 კომენტარი იქნება შენი. გეთანხმები, ოღონდ მე მგონი ეს კაცებს და ქალებს შორის განსხვავებულია, იმიტომ რომ გოგოები ძალიან საპორტივები არიან. არა, სექსისტობა არა, მე რო ვინმე კომენტარებში შეურაცხყოფა მომაყენოს მაპატიე TikTok-ზე, ანუ ჩემი მეგობრებს ჭალებში გამომწერები, რომლებსაც რა, ეხა მიყურებს ადამიანი დაქალად გრძნობს თავს და ბაზარი არ არის, მეც ეგრე გრძნობ კომენტარს. კი, აბა, გადაულიან კომენტარში ვიღაცა. გასაგები, იმიტომ რომ შეხარ TikTok-ები. გინა აგიხსნა რატო? YouTube-ზეც გადაულიან. იცი რატო? გოგოს არავინ დაჭრის რა. სერიოზულად. აი სექსიზმი. ეხლა ვერ ვიტყოდი. არა, ხო, ეგეც არის. ეხლა გოგოები ჭრიან. რას ლაპარაკობ? რამდენი ქალი მოკლეს კაცებმა, რა სიძახი, რა ქვია? სხვა რამე მაგაში ნუ გადავწევთ. გეტყვი რა ბოდიში, ამაზე ვიტყვი გავუსმენს. ქალბატონები სოციალურ ქსელში უფრო თამამები, იმიტომ არიან, რომ იციან, რომ იმათ სხვანაირად მოეთხოვებათ. ბიჭო, კი არა, გინებენ ჩემი კომაგები, ეუბნებიან, რომ შენ რა არ მოგწონს ამაში რა, თუ არ მოგწონს ასქო, ხო ხდები რა? ძალიან საზიზღარი კომენტარისთვის, რომ გამიცია პასუხი, აი ჩემს აი ის ორი გოგო რო არის, ხო იცი? კაცების სტერეოტიპები რაღაცა არის, აუ, წამოვიდა, აუ, ლემეზი ხარ, ჩემი ბავშვების მეგობარია თევანა შარია, რომელიც უსაყვარლესი გოგოა. დავწერე კომენტარი, მეთქი, ვინც ამაზე რამეს წერეთ, მეთქი, ოღონდ უძდელობა სულში იმას გიქენით თქო რა. და ვიღაცებმა დამეწერეს, რომ შენ ბიჭო და ასე, მეთქი, ბიჭო, გამო, აბა ნახალოკაში, მეთქი, ნახე რა. ნახალოკაში გამო, მეთქი. რატო იბა? ჩემი უბრელია. კომენტარებში რატო იძაბენ? ბიჭო, არა და გეტყვი რა. იმიტომ ნერე მომეშალა რა. და იცი რა მე ძალიან აქტიური ხარ. ესა ყოველთვის თურმე ფემინისტის ზეიმი კაცი და ვიღაცები ეუბნებით სექსისტი ხარო რა. ძალიან აქტიური არის კომენტარებში ყველგან, ხო? არა, მე სხვა კომენტარები, მე სხვა კომენტარები. ბიჭო, მე პირველ რიგში ვარ მომხმარებელი, მე ვარ კონტენტ კრეატორი და მაგრად არ მევასება სნობი კონტენტ კრეატორები, არავის რო არ აფოლოვებთ და ცხოვრებაში არავისთვის კომენტარი არ აკეთებ. აი, გადაცემებში ვარ მიდიან. აუ, მოდი რა. მაგარი ტიპი რო გონიათ. მე იმიტომ გავხდი კონტენტ კრეატორი, რომ მევასებოდა ეს ხალხი და მომხმარებელი ვიყავი ამ ხალხის. მე იცი რომ მე კონტენტ კრეატორი ვერ მევასებიან. გამომწერები რო სჭირდებოდათ. YouTuber-ები რომ მიდიოდნენ მათთან სტუმრად ძალიან რო ხაროთ და ეხლა რომ იგივე YouTuber-ებთან არ მიდიან გადაცემაში რა. იმიტომ რომ მოდი გადაცემაში. ყურში მითხარი, ყურში მითხარი. ხო, არა, მერტე. უყურეთ რა სომობ ვიღაც ტიპები, რომლებსაც სურდათ რომ გამომწერები მოიმატებინათ, მოიმატეს გამომწერები. YouTuber-ები მიყავდათ მასთან და ეხლა YouTuber-ებთან აღარ მიდიან გადაცემაში, იმიტომ რომ всё რა, თავი ქუჩში ბოდიში რუსული სიტყვა არ შეჩვეულებად. თავი ქუჩში აქვს რა ჯიგრებს, ბევრი ყავს ესეთთან რა. და ეს შენთვის არის სნობიზმი და მიუღებულობა რა. თუ შენ მიყავდა YouTuber-ი და იმის აუდიტორია მოიმატა შენ გამომწერები და შენს მიზანს მიაღწიე, კეთილი ინებე და ახლა მასთანაც მიდი გადაცემაში და მადლობა გადაიხადე იმის გამო, რომ შენ დაგაფასეს თავის დროზე და ახლა შენ რო რაღაც გაგაჩნია 1-2 კაპიკი არის იმ YouTuber-ების დამსხვრება, ვინც თავის დროზე გვერდში დაგიდგა და პატივი გცა. არავის არ ეხალისებოდა დილით ადგომა, ტაქსის გამოძახება, შენთან მოსვლა, ბლუყუნი და მე ესე ტაქსით ახელცარიელი უკან წასვლა, მაგრამ პატივი გცეს შენს და შენს მაყურებელსაც რა და ამიტომ ბიჭო არა, მე არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ მე ამას იცი რა, მე მაყურებელი არ ესპექტებს ამათ YouTuber-ებიც ხმამაღლა ვერ საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ საქართველოში სიმართლის თქმისთვის ფულს არ გიხდიან, სიმართლის თქმაზე იჯმეინებიან რა. და მე ვარ ეს ტიპი, რომელიც რაღაცებს ამბობს გულწრფელად და მე ვიღაცებიდან სუდი კომენტარი მომდის. ბაზარი არა, მირჩევნია, დამაჯვათ, მართალი კაცი იყო. ჩუმად იყავ. არავინ არ დააჯოს. არა, მირჩევნია გამაკრიტიკოთ სიმართლის გამო. მე დაგადგებით სახლში. მირჩევნია სიმართლის გამო გამაკრიტიკოთ, ვიდრე იცი რა, ძალიან მაგარი რაღაცები შემიდა თქვა, რომ ხახმა თქვას, რომ აუ ეს რა მაგარი კაცი ყოფილა, აი, ვახო ძმაო. არა რა, კაი კაცია რა. და ასე ვიტყვი ძმაო, თქვენ სასარგებლო რაღაცები თქვათ, რა უნდა ძმაო, რა უნდა. ვეთანხმები. იცი რა, ცუდად გადმოსცემ შესაძლოა ძალიან ჯიგრულ პონჩი ამბობ და ცოტა თუ დაალაგებ, მგონია რომ უფრო კარგად აღიქვი. ისეთი ნახე, მესმის რა, ისეთი ტონით ელაპარაკები ხალხ, გონიათ რომ ეჭხუბები. მე მაქვს ეგეთი ტონი რა და ზოგი მეუბნება შენი მეშინია რა, იმიტომ რომ ძალიან თავარია მე რას ვიტყვი რა. თვითონ იცი მენა არ არსებობს ბაო რა. ეს ძალიან როგორია. ქართული YouTube-ის ნათლია, ხო იცი ვიდარ. ბიჭო კატას. აკოცე ხარ. ამასინ, ეხა უყურე დამპალი რატოა მეგობრებო, დამპალი. ამასინ,
შენ დაამპალო ამას ეს გავაკეთე და ხელი გამიწი რა შვები ეხა ხო და მაგის მე ხსნილი რო არის ჩვენც და ვაკეთოთ მეგოში ძალიან სიცილიაზე მეგონებოდ ხონა მაგ სიცილიაზე რო წავლენ ესენი ჯითუს კატა ეჯდეს ესე და ეფერებოდეს ყოველ შაბათს არა ნინიკოს დაღს ჩაისვამს მიკის აუ კაი რა კატა უხდება დონს რა იცი რა შეშინებული იყო იცი რომ ანუ ძაღლებს გეშინია კინოფობია გჭირს ანუ იცი რომ კი მიდიხარ სიცილიაზე მე მაინც მარტო მაინც წავა მარტო წავა იქიდან წავიდე ტელევიზორია მარტო წავალო და მე ვეუბნები ჩემი ფულით გადავიხდი მეთქი მე წამოვალქო და მაინც მარტო მიდის ანუ კი არა გეტენები ბიჭო ჩემი ფულით ვიხდიდი აი დაუფასებლობის პიკი ნუ კომენტარებში მითხარით რომ ანანო წართვი ჯითუჯის არხი დიდი მადლობა around the world თუ იყო ფინალში წამოვა მაგ თემაზე ვთქვათ რა ხო სოსო დაგიდრა გვერდში შარშან ხო რა სოსო საერთოდ ქართულ YouTube-ს და შენს დაუდექი მაფიას გვერდით უდგას და მაფიაც მაფია უყვარს და მაგრად ვაკეთებ მაგას ეს თემა იმხელა თემა არის სიცილიის თემა რა აუ ძვირია ძალიან ძვირი არის რა ანუ მაგიტო თქვი რა რომ მაყურებელს კომენტარებში დაწერა რამოდენიმე რომ სოსო მიკის როსო და ერთი კომპანიისთვის ხალხო ეს არის ტურისტულისთვის არის ძალიან რთული 50 იყო რაღაც ვარიანტი რომ როგორც წინა სეზონებში გაერთიანებულიყვნენ ტურისტული კომპანიები და ერთად ეკისრათ მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის მაგალითად 3 ტურისტულისგან გვაქვს უარი სამწუხაროდ ამ ეტაპზე რა შეიძლება რაღაცები შეიცვალოს იმედია სამივე ჩაიძირება კიდე იყო აუ ბიჭო არა ოღონდ სამივე გენი კი არ ჩაიძირება ხუმრობ არა ხუმრობა ძალიან ძვირი თემა არის თუმცა თანხა რაც ჯდება იმხელა რეკლამა კეთდება ეს მარტო ერთი ვიდეო და სიცილიაზე სადღაც სახში გადაღებული ან ეზოში გადაღებული ვიდეო არ არის რომელსაც სიტყვაზე 200,000 ნახვა ექნება ან 300,000 რა ესე არ არის რა აქ უნდა იყოს მთელი კამპანია უნდა იყოს მთელი აქტივობები ყველა ამაზე უნდა ილაპარაკოს რა და შესაბამისად ანუ მარტო ერთი ვიდეო არ არის და უკვე ხდება ძალიან იაფი ამ კომპანიებისთვის ეს სიცილიის თემა. წარმოიდგინეთ ახლა სიცილიაზე ვინც მაფიას წაიყვანს, კომპანია რომელიც ამას იკისრებს, რა მაგრად გამოჩნდება, პროსტო წარმოგიდგენთ, რამხელა ლოიალიტი აქვს ზოგადად მაფიას, მაფიაში რო შემოდის რაღაც სპონსორი, რამხელა დაფასება აქვს მე მაყურებლის მხრიდან ამ კომპანიაზე. ძალიან ბევრი ციფრები ვიცით, რომ რა მაგრად მუშაობს მაფიაში რეკლამა რა და ეს იმიტომ მუშაობს მაგრად, რომ იუთუბერების გვერდით დგომა არის პირველ რიგში რა და ქართულ იუთუბერებს რო უდგახართ კომპანიები გვერდით, ეს არის ძალიან მაგრამ დასაფასებელი რა. ანუ ნახე ლუდს მილიონი ნახვა ბენეფიტნერის გადა სხვას, იმიტომ რომ არის შენთან შემოსული რა. აი, ამხელა დაფასება არის. არა, იმიტომ რომ იყო რომ სხვა ლუდს ყიდულობდი ხოლმე, იმიტომ რომ ოქტოპუსთანაც იყო და პატივცემდი, მაგრამ ვაფასებ რომ შენთანაც შემოვიდა ეხა ეს ბენედიქტინერი. სხვათა შორის ორივე ერთი და იგივე. ვიცი, კი, ანუ რო არ ეგონოს მაყურებელს, ანუ რამოდენიმე ლუდი შემოგწევთ, რომ იმპორტული ლუდი აქვს, ძალიან კარგი ლუდი აქვს და ვაფასებ რა პატივცემ. ყველა ლუდს შემპატივს ვინც შემოდის ქართულში. ყველა კომპანიას დიდ პატივს რომელიც შემოდის ქართულში. აუ და ლუდის არის ძალიან გემრიელი ჩიფსი, დედას ვწავარ რა. აი უგემრიელესი ჩიფსია. მე რო ჩიფსების დაგემოვნებაში მაშინ ყოფილი იყო ეგ უეჭველი 10 ფულას დაუწერდი. აი 100%-იანი. ნიუმატა ლუდისას დაუძანებ გოგონას და დააგემოვნებ გადაცემაში. ვაფშე არა რა, ვაფშე არა. მაგიტო არ ვამბობ, საერთოდ არ ვამბობ მაგიტო. აი ცხოვრებაში ეგეთ რაღაცას არ ვიტყვი. მართლა მაგრად მევასება და ძალიან მწყინს რომ უფასოდ მოგაქვთ ხოლმე გადაცემებზე. წითელი ძალიან მომწონს ხათ. წითელი ჩემ. მე მაგ კიდე მე მიყვარს ანგრიმენის ხახვი არაჟანი მიყვარს. აუ არაჟანი და ვასა მომიტანა 1.5 არაჟნის ჩიფსი. ძალიან ძალიან გემრიელია და ძალიან დაბალკალორიულია სხვა ჩიფსებთან შედარებით რა. სხვებს აქვს 550, ამას აქვს 300, 350 და მეთქი ეს თუ მართლა ესეთი დაბალკალორიულია თქო, უეჭველი 10 ფულას იმსახურებს და ყოჩა ბიჭებს. ლუდისას სალსა მიყვარს ძალიან. მე არაჟანი მირჩევ. და ფრიქსის კლასიკი და ტარხუნა მიყვარს ძალიან. ეს 4 ჩიფსი ძალიან მიყვარს. ჩავძიროთ 4 ჩიფსები. ბაბარერა. აქ ვიბრძოლოთ მეგობრებო ერთმანეთში. ლუდისა, ფრიქსი და ჰანგრიმენი დავაი დავცხოთ მოვინაჯობებს. კომენტარებში ასწავლე. დავაი. ასწავლე მოვინჯობი. მე ლუდისას ფალავანი ვიქნები მაშინ. მე კი ისთვის ფალავანი. ჯეთო ჰანგრიმენები როგორც იუთუბერები. ბაზარი არა აქ. არა, მე ლუდის. კაი, მაშინ მე ჰანგრიმენები, იმიტომ რომ ვასა მაჩუკა 1.5 ჩიფსი.
მე მაგას არ დავიწყებ ასა. ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე ვინ არის თქვენი აზრით? ჩემს აზრს ვიტყვი რომ ჩემთვის არის ელოშა. ელოშა მგონია რომ უკვე ძალიან დააფასეს რა. უბრალოდ რაღაცა ვერ დაუდგა ისეთი მომენტი რომ ნახე რომ დაგაფასონ პირველ ორ წრეზე არ უნდა მოკვდე და იმდენად მაგარი მოთამაშეა რომ სულ კვდება რა, აზრი არ აქვს. ხო ხვდებით, გინ მაფია იყოს, გინ პატიოსანი კვდება. და შესაბამისად თუ გაქაჩე, მერე დაგაფასებენ. არ არსებობს მე არ მგონია რომ რომელიმე მაყურებელმა თქვას რომ ელოშა ცუდი მოთამაშეა. რა უნდა მოხდეს აი გელაშვილის მოკვლის შემდეგ რომ ხალხი იგინებოდა ხოლმე რომ გელაშა ათამაშებს და რაღაცა ელოშაზე კომენტარები არ არის რატო არ ათამაშებს არ არის. იმიტომ რომ გელაშვილი ბევრჯერ არის გადაცემაში რა. თითქმის ყველა თამაშს თამაშობს. აღიაროთ რა. გელაშვილს ძალიან ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული მაფიისთვის. წლებია და პირველი დღიდან მაფიაში არის რა და ელოშას სამ თამაში არის. ხო, ეგ თემა ხვდები? დაუფასებლობა არაფერ შუაში არ არის რა. ოჯი ხალხი იმიტომ ევასებაც რომ თავიდანვე პირველი დღიდან მაფიას უდგანან გვერდში. მე რო ეხა 3 წელი ძმაო არ ვთამაშობდი, აღარავის აღარ ახსოვხარ რა და ეხა რო დავიწყე ისევ თამაში. ყველას დაუფასებელი მოთამაშე ვინ არის, იცი? ჯიჯი. შენც ხო? ჩემზე კარგად მაფია თუ ვინმე ვიცოდი საქართველოში, კიდე სოფლიოში, ჩემი კარგი მოწყა. ოუ, მე ახლა დაგინება ჯერ არ მინახავს, ვაო, ჩემი კარგი. ვაუ, რა ეპიკური იყო, ჯი. ბრავო. კახელი. დასახელი. კახელი კაცია, ვინ ამოტოლა ივენა. აუ, ყავის კურთკას გაიხდის ხოლმე და ეგრევე კახელი ერთვება. მე რო რაღაც მომისმინე წუთი. გათვლებს ვაკეთებ, მე გადავე. გათვლებს კი და შეხა კახელი კაცია. მე ჯერ ასეთი თამაში კი არ უნდა თქვა. მე ამოტოლა თამაში არ მინახიაო, აი ეს უნდა. მე ვარ ქიზიყელი. მე რა, ამოტოლა ხოთკეთა რაცა. არა. სიღნაღში არ არის დიალექტი. ერთადერთი ქალაქია. არა. ერთადერთი ქალაქია, სადაც მოდო. ეგ კილო არა. კიდეთი კახელი გვიზის იქით რა. ყველაზე დაბალი რაოდენობით იგრძნობა ეგ კილოები რა. ბიჭო, ეხა ვიღაცა ფრანგის ტურისტები რო არიან, რა თქმა უნდა, კახური კილოთი არ ილაპარაკებენ. ანუ სიღნაღი არის ქალაქი 19 საუკუნიდან და ხოიც ზოგადად ხა ისტორია იცი რა. აი რამოდენიმე კილომეტრით იქვე სოფელში რადიკალურად განსხვავდება კილო რა. პროსტა რომ ჩახვიდე, ეგრევე მიხვდები. სიღნაღში ბოდბე, მაღარო, წნორი, საქობო და სიღნაღი არის აი გვერდ არის რა. სიღნაღში კი არა, სიღნაღში ჩავატაროთ ფინალი. მე მქონდა მაგაზე უკვე საუბარი. თუ იცნო, უნდა მოსავიდე. რაიმე კარკასა. მაგა არა, სასტუმრო რა. კაჭრეთის ამბასადორში. სიღნაღი გადავკეტოთ. არა, ბიჭო, რა სასტუმროში. აუ, სიღნაღის ცენტრში. ცენტრში. ხამი განათლება. ბულვარში. აუ, რა მაგარი იქნება. პროსტა უკარო ზაღლებს ავსხეზე, ეგ უნდა ამოჟა. იცი რა უნდა ვქნათ ჯი? მე მგონი უნდა წამოვიღოთ მაფიის სტატუსი სიღნაღში. აუ, მაგარი იქნება. ანუ ნახე, რასაც იტყვი, ხო იცი რომ ჩაზახებ, ამოგძახებს მე რა. რასაც გაარეკლამებ, არა, რატო ხალხიც ეგრეა. რის გარეკლამებასაც დაიწყებ, მე ხალხი იმას აიდენტიფიცირებს. მოდი, ვაქციოთ სიღნაღი მაფიის ქალაქად. ნახე, როგორ ჟღერს? დამბუზგავში ხელი. შენაქნახე. ნახე, სიცილიის თემა არის ოცნება რა, რომელიც აუცილებლად მოხდება. მოდი გოგონა, მოდი. ეხა იქნება თუ მომავალში იქნება? ხო, G2G-ს უნდა აუსრულოთ ეს ოცნება რა. სიცილიის თემა არის ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება რა. შენ ეხა რაც თქვი, ეგ შეიძლება რომ ძალიან მაგარი იყოს. ჩვენ გვინდა რომ რაღაც ჩემპიონატები ჩატარდეს და გადაცემები რო ჩაიწეროს წარმოიდგინე რეგიონებში რა, თელავში ერთი ციხის აუ ერთი ჟინვალშიც გავაკეთოთ რა. თუნდაც სვანეთში კოშკების ფონები. აუ ეხა ჩაუჯდება მოდი. თელავში დიაკოში. ვაიმე, მე ჯერ ასეთი ხინკალი არ მინახია. ზოდიოქო. სიღნაღში, ბათუმში, ჩვენ იდეა გვაქვს რომ ბათუმში ოლსტარი ჩატარდეს რა. ეგეც კაი მაყუთი დარჯდება. მაყუთი ხო იცი ერთადერთი რაც არის არ გიჭირს. ეგეც არის. ტყუილი ხა, თუ არ ნახოთ ეხლა მეგობრებო, ეცეღან მეორადებში ვიყიდე ეს და ეს გამაყუთი არ ჭირს. კაი, მე კიდე ხომ მეგობრებო. აუ, ისე აი randomize your character ხარ შენც და ელოშაც რა. ისეთებით დადიხარ. ჯეტია ვაისითის ხო ზუსტად ეგ ხარ, მაგრამ მე მევასება. ნუ ბიჭო, გეიმინგში რა. უნივერსიტეტი ნივჩომ ნივინობენ. მომისმენ. თამაშებ გევასება გეიმინგი? აუ, ეს რა მითხრა. ავადამ ყოფი ვარ. მართლა? რომელი თამაში გევას? ყველა დროის საუკეთესო თამაში მევასება, რა თქმა უნდა, Red Dead Redemption 2. არა, არა, ყველა დროის. აუ. აი, მაშინ Resident Evil 4. ოკეი. ტომბა 2. რა არის ეგ?
ტომბაური. ტომბაური რა? კალა. ამას შეხედე. ტომბაური რა? თამაში, ერთ-ერთი საუკეთესო 2.5D თამაში, რომელიც 90 წლებში. აი ძმა. რა, ბიჭო. აი. რა? თამაშები იქნება ისეთები, რომ რა PlayStation-ის ერთი თამაში მეღადავები? თამაშები იქნება ისეთი, რომ კაუნტერის ყუთებს ხსნე დანებს იღებ და აუ რა დანა, ამო მივიდა. თამაშები იქნება ისეთი, რომ რეალობისგან ვერ გაარჩევ შეჩება რა. და მაინც ორი თამაში. და რაღაც ერთ თამაშო. ისეთი ფიზიკები და ისინი. Red Dead-ი და ეგ ერთად როგორ დააყენე. მომუშე ფიზიკა აინშტაინმაც იცოდა და ოპენჰაიმერმაც, მაგრამ მაგარკიდია ყველას რა. ბიჭო, თამაში ხო უნდა იყოს, რომ რეალობა უნდა იყოს, რეალობის შეგრძნება უნდა გქონდეს. რეალობა, თუ მინდა აგერ არ არის რეალობა, თამაში რა თქმა უნდა რეალობაც. ბიჭო, საუკეთესო თამაშია. საუკეთესო თამაში არის ის, რომელიც რეალობას გადაიტანს იდეალურად. რეალობა აქაც კარგია, მაშინ GTA რატო უყვარს ხალხს? იმიტომ რომ რეალობა ვერ გავდივარ და სახეს ვერ მოვხებ. ხო და წარმოიდგინე GTA-ს რომ კარგი გრაფიკები ქონდეს. იმედია რომ 6-ში იქნება კარგი შენ გრაფიკები. ნუბინი გინდა როგორც მივხვდი ის რო არის არა, მე მიყვარს Cyberpunk. Cyberpunk. თვითონ ამბედია მე მგონი. არა, კარგი სტორი რა. აი, კარგი სტორი არა აქვს Cyberpunk. სტორი რა მნიშვნელობა აქვს? გრაფიკა აქვს ისეთი, რომ არც ერთ თამაშს არ აქვს ასეთი გრაფიკა. ბიჭო, რა მაშინ ფილმს უყურე ძმა? მე ვასებას ფანტასტიკა. აი, Bandersnatch-ს უყურე, Bandersnatch-ი იცი Black Mirror-ში. Bandersnatch-ი, არ შენ რომელი ეპიზოდია? Bandersnatch-ი არის, შენით წყვეთ რა მოხდეს ფილმში რა. ანუ ხო, ანუ მე აი, მოკლას, გადააღვაროს გასაგებია, Netflix-ზე საყურებელი. ძალიან პატარა ჩართულობა არის რა. მაგ გასაგებია. მე ვამბრო, გეიმინგი შენ არ გიყვარს, ხო? კი, როგორც მოვლენა ძალიან, მაგრამ მე თვითონ არ ვთამაშობ. გრაფიკები და რაღაცები ძალიან მაინტერესებს. საბიდე. Red Dead Redemption-ი არის საუკეთესო თამაში ყველა დროის ჩემელი. ის დაგითანხმება. გინ სტორი და გინ გრაფიკი და აი იდეალო კი. ის მანდ ისეთი, აუ, რეებია გათვლილი, იცი? როცივა ცხენს ყვერები უპატარავდება. ხო, ღადო, ეგეთი რაღაცები, მაგრამ მოდის. ისეთი რაღაცებია. შავ ცხენს მეტი ოფლი მოდის სიცხეში. სანა მაგარია. სიგიჟეებია. რა მაგარია. მაგ კუთხით არის იდეალური. ო, გიჟდები არტისტებზე და ვინც თამაშებზე ფიქრობს. ანუ პროსტა ტიპები წარმოგიდგენთ, დასხდნენ და ვაფშე ყველაფერი შეისწავლეს. ხო, ანუ ტიპები არიან, რომ ისა რა ქვია, ყველაფრის მიდიხარ ექსპერტები მოიწვიეს. ტყეში მიდიხარ და შეიძლება გაგეჩნდოს რა ქვია, კუკლუქს კლანი, რომლებიც რაღაცა რიტუალს ჩადიან და გეუბნიან, რომ ვა თეთრკანიანო ჩვენთან ერთად მოდი და შეგიძლია კუკლუქს კლანისკენ დადგი, ან მათ წინააღმდეგ წახვიდე და მაგარი საინტერესო, ანუ მაგარი ისტორია აქვს. მე მიყვარს Resident Evil 4, რომელსაც ასევე ძალიან მაგარი სტორი აქვს. და GTA Vice. მე რა მიყვარდა ისე ძველი Tomb Raider-ი მევასებოდა 4 რა. GTA Vice-ი გიყვარს? ეხლა რო უყურებ გული მერეო. Vice-ზე ერთი კვირის წინ დავუყურე კიდე. რამ გათამაშო თუ ძმა. ზეპირად ვიცი? აბსოლუტურად. 4 კუთხედი კაცი რო დადის. აბსოლუტურად ყველა cheat code ვიცი ზეპირად. გასაგებია ხო. ჩემი ბავშვობა არის და ძალიან დიდი რესპექტი არის, მაგრამ გული ამერევა იგრო ჩავრთო ეხლა. ჩემ კომპიუტერზე რო ეგ ჩავრთო. ლენსი გახსოვს? როგორ გეფლექსავებ ამ უღამე? 20,000-იან. მართლა, საუბარში. და თამაში 30,000 თამაში მაინტერესებს. ვერ მივეცი რა. ოყურე, ლენსი გახსოვს GTA Vice-ი შეგრო გეია, იცი? არ მახსოვს ეს სახელი. GTA Vice-ი შენ ეხა დახულიშიც. არა, ბავშვობაში ვიცოდი და გეტყვი რატო. თეთრ კოსტუმიანი შავკანიანი ტიპი არის რა და ესე cheat code არის funny magnet რა. GTA Vice-ში. მოიწვია. ლამაზი გოგოები მოგზდებენ და ლამაზი გოგოები მოგზდებენ მაკოც რა რა გოგოები მოგზდებენ და ერთ-ერთი კაცი რომელიც funny magnet ზაგრების დროს მოგზობს არის ლენსი რა. რაც იმაშენებს რომ გეია რა და ეს არის დამალული ხუმრობა რა და ძალიან მაგრა ვასწორებს იგი ძალიან. ესეთი რაღაცები მაგარი. ქალი პერსონაჟით არ თამაშობ იქ? არა. არც ერთი ქალი. სულ კაცი პერსონაჟებია? ანუ GTA player character-ები სულ? ეხლა არის არა. კაცი და ეხლა ასაკეთებდა. ეხლამდე GTA-ში მე მგონი ქალი შეიძლება იყო. მე ვნახოთ გამოგეკიდება თუ არა ეს? არა, აღარ არის. ბევრმა შეიძლება იცოდეთ მაყურებელმა, მაგრამ GTA 6-ში აპირებენ რომ გააკეთონ კრიპტოს ბლოკჩეინი და რეალურად იმ თამაში, რასაც გამოიმუშავებ, მაგალითად თევზაობით, ნადირობით, ვიღაცის გაძარცვით, იმ ფულის გამოტანა შეგეძლება რა. ასევე ჩარიცხვა და ასე შემდეგ. რეალური ცხოვრება. ეს თუ არ იქნება GTA 6-ში რა, ჩემი აზრით ჩვეულებრივი თამაში იქნება და ეგ ქმნის ზუსტად იმ მოლოდინს რა. მაგიტო ელოდება ხალხი რა. 3D კლუბში დადიოდი ხოლმე. ანუ რით უნდა გაამყარონ ეს კოინი?
ბიტკოინი იქნება. ბიტკოინი. ბიტკოინს გამოიმუშავებ იქ რო თევზაობ და ანუ მაინინგობ რა? ხო, აბა. დაგინგრევს კომპიუტერს. რა შუაშია. თამაში შენ ცხოვრობ, რომ მოკვდები და ვიღაცა მოკლავს. შენ ფულს ვინც მოიპარავს, იმისია ეს ფული. და მე გავანადგურო კომპიუტერი მაინინგით. რა კომპიუტერი უნდა აბა რა ბიტკოინს როგორ შოულობ თამაში? ბიტკოინი გააქვს თავიდან რო იწყებ თამაშს. და გირიგებენ, აი ეს არიგენ. ჩარიცხავ მაგალითად თამაში. მე სულ დაკარგავ. ღატაკი ხარ, ურის ფული არ გაქვს. ხო, აბა? და ადრე ხო არ იცხოვდი? ადრე არ რიცხავდი, ეხა არის სერვერები რა. შეგიძლია რომ ფული ჩარიცხო და თამაში გქონდეს რაღაცა მილიონი დოლარი რა. მაგრამ გვატყუებდი თუ. არა რა. ბიჭო, რაღაცა ძალიან უინტერესო თემებზე გადავდივართ მე მგონი, ხო? მაგაზე საინტერესო თემა დღესდღეობით არ არსებობს. საინტერესოა ძალიან. თემი სოფლიო ელოდება GTA-ს. საინტერესოა, მაგრამ რო გამოვა მე რა იქნება საინტერესო და თან როცა გვეცოდინება რითია გამყარებული კოინები. 26 მაისს გამოდის 2026. მე მქონდა ესეთი კითხვა, როგორ სახრაშუნოზე და თუ გინდა რომ გეიმინგზე ისაუბროთ, უფრო ესე. სახრაშუნოა გეიმინგი დედავატირე. მე მქონდა ესეთი კითხვა რა, იქ რამდენად შენი თავი ხარ სახრაშუნოში და ანუ იცნობა მხალს, შენი მეგობრები მოყავს ხოლმე, ეხუმრები თუ როგორ ხდება ეგ ყველაფერი რა? ეხა მივიდივარ სახრაშუნოში, აი ეხა გავახსენდა. იეი! გილოცავანანო? აუ მე მიდი და მიპასუხე და მე კიდე გეტყვი რაღაცას. ბევრი ისეთი ადამიანები მინდა ხოლმე მოვიყვანო ზოგადად სახრაშუნოში, ვიდრე ხალხი არ იცნობს რა. ხშირად ვთვლი ხოლმე რომ აი YouTube-ზე რო არა ნაყოფით რაღაცა და ჭირს ხოლმე მაგრად. ძალიან მინდა სახრაშუნოში მოვიყვანოს თუნდაც ემილიას мама. ჩვენც გვინდა რომ მოვიყვანოთ მაფიაში ემილიას мама. ემილიაზე ვესაუბრე, ემილიას მამაზე, ემილია პატარა არის. ჩვენ ემილია დავპატიჟეთ სივრცეში. 12 წლისაა ჯერ და არა, არ უნდა მოიყვანოთ ჩემზე. ლაივში თან გაუჩნდება. და ემილიას мама მინდა რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მაგ ადამიანთან, მაგარი საინტერესო კაცია ჩემთვის. ახო, რამდენად რთული არის ლაივის დაყვანა. ჩემთვის არა, უფრო რა არის, მე შინია ხოლმე რამე ისეთი არ გავაკეთებ, რომ მე ხა არაფერი არ მერიდება და რასაც ვამბობ, ჩემ აზრებს არადოს არ უმალავ რა. ჩემთვის რამდენად რთული არის ზუსტად მაგას გეკითხები. ძალიან რთულია რომ ვიღაც რესპონდენტს ისეთი რაღაც არ უთხრას, მას უხეხუში ჩააგდებს და საქმეს გაუფუჭებს. და შეიძლება მე გულწრფელად ისეთი რაღაცა წამომცდეს და ჩემთვის ბევრი რაღაცა გამიფუჭებია საქმე ლაივში და ზოგადად ჩემი და მე ლაივში რა გადაცემაში რაღაცა რომ მithქვამს არ ამომიჭრია, იმიტომ რომ ეგრევე ვფიქრობ რა და ძალიან ბევრი სპონსორს მაგრად არ ვევასები მე მაგიტომ. და სპონსორები ძალიან მიჭირს ზოგადად რა. კაი, გთხოვ, ნუ ალაპარაკე, ანუ ეგრეთ ვილაპარაკე. არა, ძმაო, მე რო ვიყო სპონსორი, აი ამ ლაპარაკის მე არ დაგასპონსორებ. ხო და არა უშავს. არა, უშავს. არა, გულწრფელი. მე ვარ მაგარი რეიტინგი. გულწრფელი. ეგრე ილაპარაკე, მუშ დედასვიცა ვარ ჰიტა, რო გამოდის და ამბობს 160 IQ მაქვს, ეგ არის მარკეტინგის ზემი, ძმაო. ჰიტაზე მაღალი IQ მაქვს. არა, ხო და ანუ შეიძლება ჰიტას კი არ შეადარო შენი თავი. ქართული YouTube-ზე ალბათ ყველაზე მაღალი IQ მე მაქვს. მე ფიქრობ რომ ვახვარი უჭკვიანესი IQ არ ვიცი ახლა გაბზომილი არა მაგ ჯენი IQ, მაგრამ უჭკვიანესი ტიპია იმ რასაც როდისშიც გამოჩნდა, ძალიან განათლებული, ძალიან ნაკითხი და არ უნდა გეშლებოდეს საუბარი და არ უნდა იყო რომ აი იმას არ ვევასებ, იმიტომ რომ გულწრფელი დაიკიდე რა. შენი შეგიძლია იყო გულწრფელი. ვინც არიან ცოტა ვერ არიან. ვერ არის, ხო და მაგას ვამბობ მარკეტინგში უჭირს ოღონდ სათავისოდ. ხალხს აუშენა. არ ჰიტასავით არ უნდა იყოს ალაბაზარი. ვიცი არ არის საჭირო. აა შევწუხდი. ნახე, კარგი მაცადე ხა ტოქსიკურად პოზიტიური უნდა ვიყო რა. ტიპმა აუშენა სხვებს YouTube-ები და სათავისოდ მარკეტინგი უჭირს რა, ეგეთი რაღაც არ გამიგია. ხო. ხო და მე მქონდა ეგეთი რაღაც ერთი ორჯერ თქვი ჩემ თავზე ლიცენზირებული კრიტიკოსი ვარო და მე ერთი წელია მაგას მიკომენტარებს ხალხი რა და რა კაი სიტყვა ლიცენზირებული. რასაც შენ თავზე იტყვი. შეგიძლია თქვა. რასაც შენ თავზე იტყვი, იმას დაგიძახებენ. შესაბამისად ილაპარაკე რომ ძალიან ჭკვიანი ხარ და მე გაძლევ გარანტიას მაგის დაძახებას დაიწყებენ შენზე. კი. ასე მეტი ვინმე თუ მეწინააღმდეგებთ რომ არ ვარ ძალიან ჭკვიანი, ერთ-ერთზე გიწევთ ნებისმიერ გიორგი ბაქრაძის გარდა დამიდექით რაშიც გინდათ ჭკუაში. კაი, მე კიდე ეს კითხვა, რა არის ისეთი რაღაც ბევრი იქნება, მაგრამ რაც არის ის აუდიტორიამ შენზე და გინდა რომ იცოდეს ხალხმა რა? ყველაფერს ვამბობ მე აბსოლუტურად. არა ინტერესებს ვაფშე. აი, ყველაფერს ვამბობ, ხომ ჩემზე რავი, არაფერი განსაკუთრებული, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ვარ, ძალიან განსაკუთრებული ვარ, ძალიან მიყვარს ადამიანები და ძალიან წდება გული იმაზე რომ რაღაცა ბევრი ცუდი ადამიანია ამ ქვეყანაში და მე ჩემი მიზანია რომ მაგარი ქვეყანა ვიყოთ რა. ბაზარი არა. აი კარგი ხალხი მინდა ვიყოთ. ბაზარი არა. ვინ არის ყველაზე სიმპათიური ინფლუენსერი? კაცი?
კაცი, რავი, რომელი კაცი მოგწონს ყველაზე მეტად YouTube-ზე? ცოტნე მანდარია. ცოტნე მანდარია. ცოტნე ძალიან ლამაზი ყავს. ცოტნე მანდარი. არა. ცოტნე მანდარია, მე მგონი ყველაზე მეტი ტიპი არის ქართულ YouTube-ზე რა. ძალიან ლამაზი ბიჭია, გეთანხმები აბსოლუტურად. ახლიდან კითხო. ვინ არის ყველაზე სიმპათიური ინფლუენსერი გოგო? გოგო. ანი ლოლაძე. მე ვეთანხმებით, მამა, ნუცაც და ანინს ძალიან ლამაზები არიან. წერან ლაპარაკობს და ძალიან ლამაზები არიან. მაგრამ მე ბევრი არ მინახავს ეხა რეალურ ცხოვრებაში და ვინც მინახავს, აი არა, ანი ლოლაძის ტიპაჟი მე არ მომწონს. ჩემს სტანდარტებში არ ჯდება, იმიტომ რომ ქერა გოგონები. არა აქვს მაგას მნიშვნელობა რა. მაგრამ ძალიან ლამაზ გოგო. ხო, ანუ ობიექტურად ვარ. ობიექტურად რა. მე ბევრი არ მომწონს, მე სხვანაირი გემოვნება. ჩემს სტანდარტებში ანი ლოლაძე არ ჯდება, ბაზარი არ არის რა. ლამაზი გოგო. ანუ ხო, აი არაღიარება არ შეიძლება მაგის რა. ისეც მოდი ლენკაც ძალიან ლამაზ გოგო. ლენკაც ძალიან ლამაზ გოგო ლენკა. ვის მოიწვევდი, ვინც არ ყოლია არასდროს. სად? და ვინც ლამაზია. სახრაშუნოში? ძალიან მინდა ხა დანტესი მოვიყვანო და ველაპარაკე გუშინა მოვიყვანო 27 მაისს. ძალიან მაგარი კაცია, მაგარ საქმეს აკეთებს. დანტესი ის არის, ქუთაისელი ფოტოგრაფი არის, ძალიან კარგი ბიჭია. კი, კი. ხო, და ბიჭო რავი რა, სპორტსმენი ხარ. შენი საყვარელი სტუმარი ვინ იყო, ვინც ყოლია სახრაშუნოში? სახრაშუნოში ვინც ყოლია? პირველი რა თქმა უნდა არის ტატო ბაციკაძე, რომელიც არის ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ YouTube-ზე და დიდ პატივს ვსვენ ტატო ბაციკაძეს. რომელზეც თუ ვიტყვი რომ ვინმე ჩემზე ნიჭიერია და ჩემზე განათებულია, ალბათ მხოლოდ ტატო ბაციკაძეს ვიტყოდი. არ გეწმენოთ არავის მეგობრებო. თუ ვინმე წინააღმდეგია, დაგიდგებით ნებისმიერს რაში. გავიგეთ, მერე. არავინ ეწინააღმდეგება. ნინიკო მამარდაშვილი, რომელიც უსაყვარლესი ადამიანია და ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვსვენ და ძალიან კარგი ადამიანია და უკომფორტულესად ვიყავი მასთან და ნინა თედეევა. ნინა თედეევა აი ძალიან საყვარელი ადამიანია, ხშირად არ არის YouTube-ზე სტუმრად და ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, რთული და მე მიყვარს მებრძოლი ქალები რა. მებრძოლ ქალებს უდიდეს პატივს ვსვენ და შენც ძალიან მებრძოლი ქალი ხარ, ჩემთვის ძალიან დასახასებელი ადამიანი ხარ რა. მე მგონი მე ვაფოლოვებ დინას. ხო, არ ვიცი. ხო, რაღაც დაწერილი კიდეს. ხო, რაღაც სხვა და ნანო ძალიან მებრძოლი ქალი და ქართველი ქალები ზოგადად ძალიან ძლიერები და მაგარი გოგოები არიან რა და შენს რომ მებრძოლი გოგო ხარ, იმიტომ რომ შენ სართული ცხოვრება ქონდა, მაგრამ მე ვასწრები, იმიტომ რომ დედა შენი და ჩემს ემიგრაციაში არიან, გავიზარდეთ პრაქტიკულად მარტო და კაცისთვის კიდე სხვა ამბავია რა, უდედოდ გაზრდა და დედისთვის ან გოგოსთვის არ მომკლებია ოჯახური სიყვარული რა და შენ ბევრად უფრო ტრაგიკული გქონდა ცხოვრება. ხო, მე ტრაგიკული ცხოვრება, ხო ისნი, მაგრამ ქართველი ქალები რომ იბრძვიან და ამტკიცებენ რაღაცას, შენთვის არ მისაღებია და მე ვასება ყველა ქართველი გოგო, რომელიც ატარაკებს რა. გავატრაკოთ მეგობრებო. გოგოებო გაატრაკეთ გიხოცებით რა. შენ თქვი რომ ბოლოს ვიტირებ დედაჩემს რომ ვაცილებდიო მე. ხო, ეხლა საბედნეში ვაცილებდი და მაგალითად. ორი კვირის წინ რა. ახალი ამბავი ყოფილა. ამიტომ რომ დედა რომ მიდის ხოლმე. რამდენი წელია რაც საბერძნეთშია? 16 წელი დედა საბერძნეთში. და ჩემი 24 წელია რაც საბერძნეთში. არა, ჯამში? ხო. ჯამში 31. წინაზე ვნახე ემიგრანტების ყურებები, ანუ უცხოური ნახვები რა. წინაზე დავპოსტე ჯგუფში სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გვიყურებს და საიდან რა. და ძალიან რაღაცნაირი სითბო წამოვიდა, რომ კომენტარებში გვიწევდნენ, რომ აი გერმანიიდან გიყურებთ, იტალიიდან ჩვენ ვართ და რაღაცა და ძალიან მაგარი არის რა. ბევრი ქართველი არის, მე მგონი მილიონი, 2 მილიონი ადამიანი მაინც არის უცხოეთში საერთოდ რა. მე აი დედას ვიცავარ, ემიგრანტების გადარჩენილია საქართველოს და ის ფული რასაც გზავნიან, აი მაღაზე დგას საქართველოს ჯერ კიდე რომ აი ინფლაცია არ გვაქვს. იმას რომ ხოთი რესტორნები სავსეა, ხას აი გამა ფულები, საერთოდ მაგათო უგზო. და გული მткиვა, რომ ემიგრანტების შრომა საერთოდ არ ფასდება, მე გულს ხო ისევ ქართველებისგან არ ფასდება რა. ერთმა ადამიანმა გამსთორა ტრაილერის მძღოლი იყო რა და იქიდან უყურებდა იმ ტელეფონში რა და ამერიკაში გზატკეცილებზე რომ მიყავთ მანქანები და რომ ნახულობ უცხო ძალიან გული მithვევა ხოლმე რა. ჰიტამს ჰქონდა ვიღაცა გემზე იყო რაღაცა შუა ხმელთაშუა ზღვაში თევზაობდა თუ რაღაცა და გემიდან უყურებდა ჰიტას ვიდეოს ჭამის დროს და აუ მე გამიხარდა. ხო, აი რა მაგარი. აუ რა სხვანაირი შეგრძნება ადამიანი სხვა ქვეყნიდან შენ ქართულს რო გიყურებს რა. ბიჭო, ამერიკიდან მომწერეს რომ მაფია რო გავაკეთოთ აქ რა ვქნათო რა. და ერთად გავაკეთოთ მაფიაო. გახსოვს ან პოდკასტში რო ვისაუბრეთ? მე ემიგრანტი ვიყავ 7 წელი, დავით მე საბჭოში დავიბადი. წარმოგიდგენე მაფიის ფილიალი ამერიკაში. მაგარი იქნება.
I have never seen such a game. Oh my god. Oh my god. Shit. ხო არა. კარგ ნოტაზე მომთავრებთ სხვათა შორის რა. ანუ აი ემიგრანტებს ცოტა აკლიათ დაფასება ჩემი აზრით. მოდი ემიგრანტებს რო საუბრობთ, მაშინ როგორ დავთავრებთ მე? რან ტენ ტერენ ტერენ შიდან ის მის ანგელოს ნასიმერა და ფესვების მუსიკა უნდა. ტენ ტერენ ტენ ჰა? ფესვები. რა საღადაო დედა ჩემიც ემიგრაციაშია და ვახოს დედაც ემიგრაციაში. დედა ჩემი, ბიძაშვილები, ბიძოლა, ბიძა. ბიძა ჩემის. ერთი მამა ჩემი გდია აქ, მაგრამ შეც წაგიყვანო. შეც დაისვენებ და ჩვენც დავისვენებ და. არა, ჩვენ 12 წელია ვავსებ green card-ს ზედზედ, მე 12 წელია მეგობრებო green card-ი არა და Facebook-ზე მეწერე რომ მეგობრებო green card-ს ვავსებ, მე ვინმე სხვა შეგივსოთ თქო, ორმა ადამიანმა მომწერა და ორივე მოიგო. არაკაცი ვიყო. რაღაცას არასწორად აკეთებ ცხოვრებაში მაშინ რა. ღმერთს არ უნდა რომ ეს ხოლმე დავტოვო და მივატო. მართალია. ამაზე ვახოს როგორ უყარხართ. მეგობრო, დაიმახსოვრეთ, საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ ჯობია, როცა სხვა გზა არ აქვს. ორე იაპონიაში რო სახლი გქონდეს, ეგრე. აუ არა ძმაო, არა ხარ ეგროჟა. შანტუდა ნატებია იაკუცო. როგორ შოგუნი იყო პირველ გადაცემაში. კარგი. კარგი, მოკლედ დაგემშვიდობებით. დაგვიწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხები. ვახო მიყვარ ხარ გაუსპამეთ რა. სახრაშუნო უნდა გამოიწერო. გამოიწერეთ სახრაშუნო, რა პრობლემაა. მაქსიმს ხვდა რომ გამაგდონ დარჩება გამოწერა, მაგრამ არა უშავს, მეგობრებო. მოდი ვახტანგურები გამოიწერო. ორივე. ვახტანგურები და სახრაშუნო. უფრო ვახტანგურებით რომ მე გეგმავ რომ ჩემი YouTube-ზე რაღაცები გავაკეთო რა. ძალიან მიხარ. მაგრამ ვერცერთ სპონსორს ვერ ვენდობი რა, როდის ვინ გამაგდებს ამ არ ვიცი. ამიტომ ვახტანგურები გამოიწერო. ვაიმე, ეს უნდა დავაბარა. დავხალა რა. წავედით ეხა სახრაშუნოში. კარგად. საერთოდ ხალხს. სადღაც გაკოსეთ რა ხალხს. სადღაც გაკოცოთ. всё, ეგ იყო.